მე მომისმენია ხოლმე რომ იტყვიან ხოლმე რომ ადრეც მაქვს ნათქვამი ეს რომ მიცვალებული დამესიზვრა და ასე მითხრა რომ შიაო. გაგიგიათ ასეთი რაღაცა? ხო, ისე თქვენს გაგიგიათ, ესე იგი ხშირად არის და ვინც არის ჭირის უფალი ის მიდის ხოლმე საჭმელებს აკეთებს რაღაცებს, აი ჩვენ საკურთხს რო ვეძახით, ხო? საჭმელებს აკეთებს, მიაქვს ესე იგი მართლმადიდებელ ტაძარში, იქ მღვდელი აკურთხებს და მოიტანს ხოლმე სახლში და ნაწილი მიაქვს ხოლმე საფლავზე და იქ დადებს ხოლმე, ხო? და მე მახსოვს ახლა ბებიაჩემსაც გაუკეთებია და ამ საკურთხს ქონია საკმევლის სუნი რაღაცა მანდა მაინც კი არ მომწონდა, მაგრამ ნუ ჭამდით რაღაცა ესეთი და ასეთი რაღაც იყო. და ყოველთვის ფიქრობენ რომ უიშია მიცვალებულს და მოდი საკურთხი გავაკეთოთ. იცით ძვირფასებო ვიფიქრე მე ამაზე და რაღაცნაირად უფალმა მომცა ესეთი აზრი ამის შესახებ. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა იცის, რომ როდესაც საფლავზე მიიტანს იქ საჭმელს და დადებს, ხო? მიცვალებული არ შეჭამს, ხო? ეხლა რო გაიარო ერთი კვირის მერე, მეორე დღეს, მესამე დღეს, ის ისევ იქ დაგხვდება, ხო? ესია ეხლა ან გაფუჭებული იქნება ან რაღაცა და ისი არ არის, რომ ეხლა მიცვალებული ადგა და შეჭამა და რაღაც. არა, ასეთი რამ არ არსებობს და ეს ყველამ ვიცით ჩვენ, ხო? იმიტომ არის, რომ ცოტა ნაწილი მიგაქვს და ნაწილი სახლში მოგაქვს და ჭამდა რაღაცა, ხო? თორე ყველაფერს იქ მიიტანდი. ნუ რაღაც სიმბოლურია. ასევე ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ყველა ის ორგანო, რომელიც საჭმლის მომნელებელია, კუჭია თუ 12 გოჯა ნაწლავია თუ საყლაპავი მილია თუ რაღაცა, ყველაფერი რჩება დედამიწაზე და იხრწნება საფლავში, ხო? ადამიანი ხა ის რასაც ჭამს, ის ფუნქციები უკვე აღარ აქვს, რო კვდება და ადამიანის სული მიდის ზეცაში, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი სული შორდება სხეულს. ამიტომ ეხლა ლოგიკურად და რეალურად ყველა ადამიანმა იცის, რომ საჭმელს თუ საკურთხს რო აკეთებს, ეს არ არის, რომ ეხლა რაღაც შეჭამს და გაძღება და შია. მაშინ რა არის ეს, როდესაც ადამიანი ესიზვრება მიცვალებული, რომ შიაო, ხო? ნუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეხლა მას მართლა არ ეცხადება ის ადამიანი და არ ეუბნება მშიაო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ლოგიკურად, რომ როდესაც ადამიანი კვდება, იქ საჭმელსასმელი აღარ არის, ეხლა კეიფი და ღვინო და ხინკალი მომენატრა და ეს ვიცით ლოგიკურად. მაშინ რა არის? იცით ძვირფასებო? აქ საჭმელზე კი არ არის ლაპარაკი, აქ ლაპარაკი არის შიმშილზე. და ჩვენ ვიცით ერთი ადგილი ღმერთის სიტყვიდან, როდესაც იესოს იგავი არის ლაზარეზე და მდიდარზე, თქვენ იცით ეს იგავი. და მდიდარი ეუბნება, რომ ესე იგი იმდენად სიცხეაო აქაო, რომ ესე იგი წყალის იქნება რაღაც ენა დამისველო. ხო? ჩვენ ვიცით, რომ ენები არ აქვთ იქ, ხო? ჩვენ გვექნება თავის დროზე განახლებული სხეული, მაგრამ სულს არც ენა აქვს და არც წყალს დალევს. ეს არის ყველაფერი სიმბოლური. იცით ძვირფასებო? მე ასე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ადამიანი მას არ ეცხადება ეს მიცვალებული, მაგრამ გარკვეულად სიზმარში ღმერთი აფრთხილებს ჭირის უფალს. რომ ადამიანი იქ შიმშილობს და შიმშილიცით საჭმელი არის ღმერთის სიტყვა ბიბლიაში. ანუ ადამიანები შიმშილობენ იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა არ წაიღეს მათ და შიმშილს განიცდიან ისინი. იმიტომ რომ იცით, როდის განიცდი შიმშილს შენ, ხო? ადამიანურად თუ არ ჭამე, მშიერი ხარ. თუ ჭამე უკვე აღარ გშია. ასევეა სულიერ სამყაროში. როდესაც შენი სული ჭამს ღმერთის სიტყვას, შენ შიმშილს აღარ განიცდი. მაგრამ თუ შენ მშიერი წადი, ესე იგი მშიერი ხარ ზეცაში.
ამიტომ შენ უნდა იყო აი როგორც აკლემის მაგალითი ვთქვით, ხო, აკლემა თუ სანამ უდაბნოს გადაკვეთას დაიწყებს, მანამდე უნდა ჭამოს, რომ თავის კუში დააიგროვოს ეს ცხიმი. რომ უდაბნოში სიარულის დროს სხვები რო ცხენი და მოკვდა შიმშილით, ვირი მოკვდა შიმშილით, ცხვარი მოკვდა შიმშილით, მგელი მოკვდა შიმშილით და ეს კარგად იცოხნება კიდე. ეს კარგად მიდის, იმიტომ რომ დაგროვებული აქვს სიტყვა. იცით ძვირფასებო, ჩვენ მშიერი არ უნდა წავიდეთ წეცაში. მერე კვახი და მოხარშული ლობიო არ გვიშველის. ღმერთის სიტყვა არის სულის საზრდო. დიდება იესოს. ამიტომ იმ ჭირისუფლებს მღვდელმა უნდა უთხრას, მაგ კვახი და ლობიო რომ მომიტანე ჩემო მეგობარო, ეგ კი არ გჭირდება შენ, სანამ აქ ახარ. მანამ გაძეხი ღმერთის სიტყვით, რომ მშიერი არ დარჩე, როდესაც გარდაიცვლები. იცით რა შეუბნება ამიგავში ლაზარესა და მდიდარ შორის იგავი რო არის. მდიდარი ეუბნება, იქნებო იქაო, ჩემები რო არიანო ძმებიო, იმათ მაინც უთხრათო, რომ ასე დღეში არ ჩავარდნენ, როგორიც მე ვარო, მშიერი და მწყურვალიო. რა უნდა უთხრას იმათ? კარგად ჭამეთ და სვით საჭმელიო, სიტყვა, ღმერთის სიტყვა, ჭეშმარიტება უნდა შეჭამონ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ძვირფასებო, უფრო მეც გეტყვით, ამ ქვეყნიურ საჭმელზე უფრო მნიშვნელოვანი სულიერი საზრდოა. შენ დღეს შეიძლება მშიერი დარჩე და ვერ ჭამო ვერაფერი, დილიდან საღამომდე კუჩი არ ჩავიდეს, მაგრამ შენ სულში უნდა ჩავიდეს. დიდება იესოს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, საქართველოს დიდი ცვლილებები სჭირდება. საკურთხის მაგივრად უფლის კურთხევა არის საჭირო. და ეს საკურთხები და ეს ყველაფერი არის ეს წარმართობიდან მოსული და ვერ ხვდებიან ადამიანს. საკურთხი მოვლიე, ჩემი მიცვალებული გავაწყე. შენ გჭირდება გაწყომა, შენ გჭირდება ღმერთის სიტყვა, რომ შენც ისევე მშიერი არ წახვიდეს ეცაში. დიდება იესოს. ამიტომ სიბრძნე არის ძვირფასებო, რომ დღეს მოდი შენ სწორ ადგილზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ძვირფასებო, ვის უსმენ და რას ისმენ. მოდი წამოვდგეთ ყველანი. დიდება იესოს.